სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული იმ ორი მოქალაქის მდგომარეობა, რომლებიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, სტაბილურია. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. არჩილ ხავაძის თქმით, აჭარის მთავრობა დაშავებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვასა და უბედური შემთხვევის გამოწვევ მიზეზს, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მოკვლევა დაწყებულია, გამოძიების დასრულებამდე კი კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი რთულია. შეგახსენებთ, რომ ახალსოფელში ეკლესია გუშინ დაახლოებით 4 საათზე ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 4 მშენებელი ნანგრევებში მოყვა, მათგან 2 გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს. ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ გუშინ ჩაუტარდათ ღრმა სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტების კონსულტაცია, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა და ორივე იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ხარჯებს იმ ორი დაშავებულის აიღებს ძალიანად სახელმწიფო, ასევე ძალიან რთულად მესახება ამის თქმა, მაგრამ მინდა უთხრა, რომ ოჯახებს იმ ხარჯებს, რაც იქნება გარდაცვლილებთან დაკავშირებით, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე აიღებს. შესაბამისი ორგანოები ამას ბოლომდე დაამტკიცებენ, თუმცა წინასწარ არ მინდა ეხლა მოვლენებს გავუსწრო და გამოძიების რაც დეტალებს შევეხო, თუმცა ვიცი, რომ ალბათ გამოიკვეთება პასუხისმგებლობის საკითხები.